ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1941 წლის 29 მარტია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაკმაყოფილდა აზერბაიჯანის სახალხო სამეურნეო ინსტიტუტის პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტების, აგრეთვე აზერბაიჯანის ხელმძღვანელი პარტიული და საბჭოთა ორგანოების შუამდგომლობა და აზერბაიჯანის სახალხო სამეურნეო ინსტიტუტს მიეკუთვნა ამხანაგ ლავრენტი პავლესძე ბერიას სახელი. დაიწყო მუხრანის სარწყავი სისტემის დამი მისაქციელის არხის მშენებლობა. კოლმეურნეები მუშაობენ ფერგანული მეთოდით. ყოველ კოლმეურნეობას გამოყოფილი აქვს თავისი მონაკვეთი ნიადაგის გასაწმენდად და მიწის სამუშაოების შესასრულებლად. 27 მარტს არხის მშენებლობა დაათვალიერა საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ამხანაგმა ბაქრაძემ და მიწათმოქმედების სახალხო კომისარმა ამხანაგმა ხოშტარიამ. ისინი ესაუბრნენ არხის მშენებლებს და მიცეს საჭირო მითითებები. იწყება ახალგაზრდათა გაწვევა ახალ საფაბრიკო საქარხნო სკოლებში. კასპის ცემენტის მრეწველობის საფაბრიკო საქარხნო სკოლის პირველი რიგის კონტინგენტი გასასრულია 150 კაცით. გაწვევა წარმოებს 10 რაიონიდან. ამ რაიონებში ყოველდღიურად მატულობს ახალგაზრდათა განცხადებები, უკვე მუშაობს სამედიცინო კომისიები. განსაკუთრებით ბევრი მსურველია ბაშკიჩეთის და ყარაიას რაიონებიდან. კასპის ცემენტის ქარხანამ გამოჰყო ცალკე შენობა ახალი სკოლის მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელსა და სასადილოსთვის. დაიწყო კასპში სალოგინე მოწყობილობების გაგზავნა. გაწვევა იწარმოებს 15 აპრილამდე. შემდეგ კი დაიწყება მეცადინეობები და საწარმოო პრაქტიკები. საქართველოს კომუნისტური პარტიის ბოლშევიკთა ცენტრალური კომიტეტის ბიუროს გადაწყვეტილებით პარტიის რიგებიდან გაირიცხნენ აკაკი აბუხბაია, როგორც სახელმწიფოს მიერ მსჯავრდებული, ილარიონ მსხილაძე, როგორც მსჯავრდებული სამუშაოს გაცდენისთვის, აკაკი შუკაკიძე, როგორც მსჯავრდებული სამუშაოს გაცდენისთვის, ანტონ ჩინჩალაძე, შრომის დისციპლინის დარღვევისთვის და პარტიული ცხოვრებას მოწყვეტისთვის, აკაკი დოლიძე, როგორც მსჯავრდებული კოლმეურნეობის თავმჯდომარის ცემისთვის, გრიგოლ თედეევი ქრთამის აღებისთვის. ალბანეთის საზღვრიდან მიღებული ცნობების თანახმად ბერძენთა ჯარის ნაწილები გააფთრებული ბრძოლების შემდეგ გუშინ შევიდნენ დებელენში. ბერძნებმა ტყვედ წაიყვანეს მრავალი იტალიელი და ხელთიგდეს დიდძალი საომარი მასალა. გადმოიცემოდა 1941 წლის 29 მარტის უკანასკნელი ცნობები.